გამარჯობათ, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთათ ხელიძე ვარ. ვიდეოს დასაწყისში ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ მოიწეროთ აღნიშნული ვიდეო და გამოიწეროთ არხი. დღევანდელ თემებსაც შეეხება განვიხილავ ორ თემას და პირველი მათგანი ეს არის ტრამპის პრეზიდენტობის 100 დღე, რომ შევაფასოთ, როგორ შეიძლება დავახასიათოთ მისი ეს განვლილი პრეზიდენტობის პერიოდი. ზოგადად რომ დავახასიათოთ დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში არსებობს გარკვეული გაცხადებული პოლიტიკური სურვილები, გაცხადებული პოლიტიკური მიზნები, მაგრამ არ არსებობს ამ მიზნების მისაღწევად კონკრეტული სტრატეგიები და ამ სტრატეგიების ქვეშ კონკრეტული პოლიტიკები. რაც აი ამ 100 დღეს ახასიათებს გარკვეულწილად ქაოტურად და შედეგზე არაორიენტირებულად. ჩვენ შეიძლება დავახასიათოთ აი ასეთად რამდენიმე მიმართულება, იქნება ეს საგარეო პოლიტიკაში უკრაინის კონფლიქტთან მიმართება, ასევე ირანი-ისრაელის პოტენციურ კონფლიქტთან მიმართება, ასევე სატარიფო ომების საკითხი, სადაც თავდაპირველად ტრამპისგან ჟღერდებოდა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები, საკმაოდ დიდი ავანსები გაიცემოდა ამ თემების მიმართ. თუმცა დროთა განმავლობაში რიტორიკა იცვლებოდა, რაღაც ტალღისებურ ხასიათს ატარებდა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და საბოლოოდ ვიღებდით ისეთ ჯერჯერობით შედეგს არა, მაგრამ პროცესის ისეთ განვითარებას, რომელსაც რეალურად არანაირი საერთო არ ჰქონდა იმასთან, როგორითაც დაიწყო ტრამპმა დასაწყისში. ასეთად შეიძლება მოვიაზროთ ეხა ბოლო კვირას გაფორმებული უკრაინის მინერალების შეთანხმებაც. ეს თავდაპირველად დონალდ ტრამპს ჰქონდა საკმაოდ მაქსიმალისტური პოზიცია, ის სრულად თხოვდა უკრაინას, რომ მისი წიაღისეული და ენერგორესურსები სრულად უადოდ გადასულიყო შეერთებული შტატების შემადგენლობაში, თუმცა ბოლოს რაც მივიღეთ, ეს იყო საკმაოდ ესეთი ზომიერი დოკუმენტი, რომელიც აი ტრამპის მაქსიმალისტურ პოზიციასთან შედარებით უფრო მომგებიანი იყო უკრაინისთვის, სადაც მხოლოდ უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდი იქნება, სადაც შეერთებული შტატები და უკრაინა თანაბარი მონაწილეობით ჩადებენ ასე თქვი ინვესტიციებს და მონაგებიც ალბათ 30-50%-ზე განაწილდება. თუმცა ეს მინერალების შეთანხმებაც იყო უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე ეკონომიკური, იმიტომ რომ ამ შეთანხმების პრაქტიკაში გახორციელების ვალიდურობა რამდენად ვალიდურია, ეს არის საკითხავი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით უკრაინაში ცხელი კონფლიქტის ფაზაა, პოტენციურ სცენარებს დავხატავთ ომის გაყინვაც არ უწყობს ხელს იმას, რომ უკრაინაში შემდგომ მსხვილი მსგავსი ინვესტიციები შევიდეს და ყველაზე უარესი მომენტი აქ არის ის, რომ აი მინერალების და წიაღისეულების 40% უკვე არის იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ეს ტერიტორიები. თან ამას ემატება ისიც, რომ ამ შეთანხმებაში არ მოიაზრება უკვე არსებული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე აქვს უკრაინას და იყენებს, არამედ პოტენციურად, რომელიც შემდგომ აი ამ წიაღისეულის მოპოვებისთვის აშენდება და ესეც უნდა გააკეთოს შეერთებული შტატების მხარემ სავარაუდოდ, რაც კიდევ ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. უბრალოდ ესეც იყო სურვილი დონალდ ტრამპის მხრიდან, რომ გარკვეული შედეგი დაედო აი ამ 100 დღის ფარგლებში უკრაინასთან მიმართებაში და გარკვეულწილად ამერიკული საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ის ასტრონომიული თანხები, რაც ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებმა გაიღო უკრაინის დასახმარებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ ეს თანხები არ არის უბრალოდ ჰაერში გადაყრილი და აი დონალდ ტრამპი ცდილობს, რომ უკან დაიბრუნოს აი ეს რესურსები. თავად ეს უკრაინის მინერალების შეთანხმებაც გარკვეულწილად ღიას ტოვებს ფანჯარას იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებმა განაგრძოს სამხედრო იარაღის მომარაგება უკრაინის და ასევე ფინანსური მხარდაჭერაც, რომლის ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, გარკვეული პაკეტები უკვე შემუშავდა ამ მიმართულებით ვაშინგტონში და სავარაუდოდ ეს განხორციელდება ეს მხარდაჭერა და თვითონ ეს მოცემულობაც გვაფიქრებინებს იმას, რომ დონალდ ტრამპმა აი ეს სტივენ ვიტკოფის მიერ წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან სასურველ შედეგს ვერ აღწევს, ანუ ხარები ვერ თანხმდებიან ზავზე და კონფლიქტის გაყინვაზე და ნუ შეიძლება შეერთებულ შტატებმა სამომავლოდ გამომდინარე იქიდან, რომ ის საკუთარ მიზანს ამ შემთხვევაში ვერ აღწევს,
უბრალოდ დიპლომატიური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს, აი ამ კონფლიქტის ამ ნაწილიდან გავიდეს, თუმცა ირიბად განაგრძოს ასეთი მხარდაჭერა უკრაინის როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ამ მიმართულებით შეიძლება გამოყენებული იქნას ევროპული აქტორები გამტარად და შეიძლება შტატებმა ეს უშუალოდ არ მოახდინოს და გამომდინარე იქიდან რომ ეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდება იქნება მთავარი ორიენტირი ტრამპის მხრიდან. თუ რაც შეეხება ხა ირანთან მიმართებაში, აქაც საკმაოდ ესეთი ტალღისებრი რიტორიკა გვაქვს, თავდაპირველად იყო შედარებით დიპლომატიური რიტორიკა, რომ კონფლიქტი ირანთან არ არის სასურველი, შემდგომ იყო ხისტი პოლიტიკა, რომ ის მაქსიმალისტურ პოზიციებს დაუბრუნდა ტრამპი, რომ სრულად თხოვს ირანს სრულ დენუკლეარიზაციას, მათ შორის სამოქალაქო ბირთვული პროგრამების გაჩერებას და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გაჩერებას. შემდგომ ისევე ვიხილეთ ისე სტივ-ვიტკოფის ჩართულობით, რომ გარკვეულწილად ბალისტიკური რაკეტების პროგრამის საკითხმა გადაიწია გვერდით, მხოლოდ საუბარი იყო ურანის გამდიდრების პროცენტულობაზე, რამდენიმე დღე ამაზე მიდიოდა საუბარი მედიაში, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნდა ესეთი მაქსიმალისტური პოზიცია, ისევ აი ბოლოს ნახეთ ტრამპის განცხადება, რომ ის ირანს თხოვს სრულ დენუკლეარიზაციას. ნუ ეს არის ისეთი მოთხოვნა, რომლის შესრულება თეირანის მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელია და რაც საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ კონფლიქტი ესკალირდეს სამომავლოდ. ზოგადად, რომ შეფასდეს ახლა ეს 100 დღე ტრამპის ის პოლიტიკური პლატფორმა, რაზეც დგას ტრამპი, ეგრეთ წოდებული Make America Great Again, გავხადოთ ამერიკა ისე უკავ დიადი. ეს პლატფორმა დგას სამ ძირითად სვეტზე. პირველი ეს არის საგარეო პოლიტიკური სვეტი, მეორე ეს არის ეკონომიკური სვეტი და მესამე ეს არის კულტურული სვეტი. აი ამ სამი სვეტიდან დონალდ ტრამპი ჯერჯერობით ასრულებს მხოლოდ აი მესამეს კულტურულ სვეტს და აი ამ მიმართულებით აქვს მას ამერიკელ მოსახლეობის გარკვეულწილი მხარდაჭერა, ეს ითვლება ამაში იგულისხმება იდენტობის და მიგრაციის პოლიტიკები, ხოლო დანარჩენ ორში, როგორც ახსენე ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებით, ის ამ საკუთარ დანაპირებებს ვერ ასრულებს. ხო, აი ეკონომიკური მიმართულებით ის პირდებოდა ამერიკელებს, რომ დაიწყებდა ინდუსტრიის დაბრუნება შეერთებულ შტატებში, რიგითი ამერიკელი დასაქმებული შემოსავლის ზრდას და ამიტომ დაიწყო ის სატარიფო ომები, რომელიც დაიწყო აპრილის დასაწყისში, თუმცა ეს სატარიფო ომებიც გადაიზარდა ისეთ მოცემულობაში, რომ პირიქით უკან შემოუბრუნდა შეერთებულ შტატებს პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ამ ტარიფების დონალდ ტრამპმა უკან წაიღო და ბოლო ინტერვიუშიც მან განაცხადა, რომ საომავლოდ ის ჩინეთზეც შეამცირებს იმ დაწესებულ ტარიფებს, რაც დააწესა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იწვევს შეერთებულ შტატებში პროდუქტზე ფასების ზრდას, ინფლაციას და სავაჭრო დეფიციტს არ ამცირებს პირიქით გლობალურად სხვადასხვა ქვეყნები დაფიქრდნენ შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის ნიშნულობაზე და პერსპექტივებზე. ამიტომ ეს მიმართულებაც შეიძლება ითქვას, რომ ჩაუვარდა ტრამპს და ნუ ეს საგარეო პოლიტიკური მიმართულებები ახსენდა, რომ მისი თავარი დანაპირებები გლობალური მშვიდობის შესახებ, კონკრეტულად უკრაინის და ირანის მიმართულებით რეალურად ვერ განახორციელა და ასე და საპირისპიროდ პირიქით როგორც ახსენე, სიტუაცია მიდის ესკალაციისკენ, როგორც ახლა აღმოსავლეთში ირან-ისრაელის მიმართულებით, ასევე ჩინეთის მიმართულებით ტაივანის საკითხზე. აი ამ სვეტების, აი ძირითადი ორი სვეტის დაუკმაყოფილებამ და შესაბამისი პოლიტიკების ვერ გატარებამ გარკვეულწილად იმოქმედა ტრამპის რეიტინგზე შეერთებულ შტატებში. და ისეთი არ არის როგორც მაგალითად მის პრეზიდენტობის დასაწყისში იყო, რაზეც თვითონ დონალდ ტრამპი ნერვიულობს და ის ჩანს მის პოსტებში სოციალურ ქსელში, Trust Social-ზე და გარკვეულწილად ბოლო კვირაში მან ცადა აი ამ დაბალი რეიტინგის გარკვეულწილად გადაფარვა, როდესაც მის აი ამ სოციალურ ქსელში დადეს მისი ფოტო როგორც რომის პაპი, ხო, ესეც სანახელოდ ესეთი კომიკური მოვლენა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დონალდ ტრამპი არ არის კათოლიკე და ის ფიზიკურად მისი რომის პაპობად წარმოსახვა, ეს უფრო არათუ ირონია შეიძლება დაცინვაც იყო კათოლიკეებისთვის და შემდგომ ვიხილეთ თეთრი სახლის მიერ დადებული ფოტო, სადაც დონალდ ტრამპი არის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ებრძვის ბოროტ იმპერიას, ამ შემთხვევაში ნახსენები იყო ამერიკის ლიბერალური
საზოგადოების ნაწილი და რომ ის დონალდ ტრამპი მათ დაამარცხებს. ეგრეთ შეიძლება ეს დავახასიათოთ როგორც პოლიტიკის ჰოლივუდიზაცია დონალდ ტრამპის მხრიდან და აი ამ ნეგატიური ასპექტების გადაფარვა აი ესეთი სოციალურ ქსელებში მსგავსი მარკეტინგული სვლებით. მეორე საკითხი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის დრუზების მომავალი თანამედროვე სირიაში. ბოლო პერიოდში საინფორმაციო ველში ალბათ შეხვდებოდით, რომ სირიის დღევანდელ გარდამავალ ტრანზიციულ მთავრობის ლიდერმა აჰმად ალ-შარამ, იგივე მუჰამედ ალ-ჯულანიმ დაიწყო ამ შემთხვევაში უკვე დრუზების რეპრესია და მათი დევნა სირიაში. დასაწყისისთვის, რომ ვთქვათ, ვინ არიან დრუზები? დრუზები ეს არის სექტა ისლამში, რომელიც წარმოიქმნა შიიზმიდან, კონკრეტულად შიიტური ისმაილიზმიდან და არის გარკვეულწილად ეზოთერული სექტა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მსოფლმხედველობებს, მათ შორის ძველბერძნულს, ზოროასტრიზმს და სხვადასხვა ესეთ მიმართულებებს და აი ამ სექტაში თავარი არის სულის უკდავება, რეინკარნაცია და ეს სექტა არის საკმაოდ ჩაკეტილი, მათი რელიგიური რიტუალები არის ჩაკეტილი, არადრუს აი ამ რიტუალებზე დასწრება არ შეუძლია და თვითონ დრუზებიც არის მეტნაკლებად ჩაკეტილი საზოგადოება და არ ხდება სხვა რელიგიებთან შეჯვარება, ოჯახების შექმნა. მსოფლიოში არის დაახლოებით მილიონამდე ყველაზე ბევრი დრუზი და ამ მილიონიდან თითქმის ნახევარი ცხოვრობს სირიაში, ნაწილი ლიბანში, მეზობელ ლიბანში და ნაწილი ისრაელში, გოლანის მაღლობებზე. რამ გამოიწვია ხა ეს ბოლო პერიოდში დრუზების მიმართ დევნა? ერთ-ერთ სირიულ ქალაქში დრუზმა ადამიანმა და არასათანადოდ მოიხსენია მუჰამედი, ისლამის წმინდა მისიონერი და ნუ ეს ამან გამოიწვია ამ ვიდეოში შეიარაღებული ისლამისტის აღიზიანება და ამ ვიდეოს გავრცელებამ გამოიწვია ის რომ ესე თქვი ემოციური აღთქმება მოყვა აჰმად ალ-შარას შეიარაღებულ ბანდფორმირებებში და მათ დაიწყეს საქმეზე გადასვლა და პირველი ესეთი სამიზნე აღმოჩნდა დამასკოს სამხრეთით მდებარე უბნები, გარკვეულწილად პატარა ქალაქები, გარეუბნები დამასკოს, ჯარამანა და სეჰნაია, სადაც ცხოვრობენ დრუზები და აი ამ უბნებში მოაწყვეს თავდასხმები დრუზებზე. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საბოლოო დანიშნულების ადგილი აჰმად ალ-შარას შეიარაღებული ბანდებისა, ისინი გაემართნენ სამხრეთით სუეიდას გუბერნიაში, სადაც ძირითადად ცხოვრობენ დრუზები სირიაში და ნუ ეს როგორც ეს საფრთხე გაცხადდა სუეიდას გუბერნიის მიმართ, მათ პასუხი გასცა ამ შემთხვევაში მეზობელმა ისრაელმა და დაბომბა სირიის ტერიტორია, სამხედრო დანიშნულების ადგილები და მათ შორის აჰმად ალ-შარას იგივე მუჰამედ ალ-ჯულანის საპრეზიდენტო სასახლეც. ნუ უშუალოდ სასახლეს არ მოხვედრია რაკეტა თუ ჭურვი სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ესეც იყო ისრაელის მხრიდან გაფრთხილება ალ-შარას მიმართ, რომ მან ასე ვთქვათ საკუთარი ძალაუფლების საზღვრები შემოსაზღვროს და ნუ ამ საზღვრებს არ გადააბიჯოს. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც ისრაელმა თავიდანვე განუსაზღვრა, მოდი ასე ვთქვათ, ალ-ჯულანის, როდესაც მათ მოთხოვეს სირიის ახალ ხელისუფლებას, რომ დამასკოს სამხრეთით, სამ პატარა გუბერნიაში აჰმად ალ-შარას არ განელაგებინა სამხედრო დანაყოფები, აი ეს შეიარაღებული ბანდფორმირებები, ისლამისტი ბანდფორმირებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი მიიღებდა სამხედრო ზომებს და ნუ ეს ამ პოლიტიკის გაგრძელების ესეთი ნაწილი არის. თუმცა ეს არ ყოფილა, ხო, ნუ ზოგადად თუ შევაფასებთ, ეს არის კვლავ გამაფრთხილებელი სიგნალები თურქეთის მიმართ, როგორც აჰმად ალ-შარას მფარველის მიმართ, რომ თურქეთმაც შეიკავოს თავი, აი ეს ვთქვათ, ისრაელის საზღვრებთან მიახლოვებისგან. ეს არ ყოფილა პირველი გაფრთხილება თურქების მიმართ ისრაელის მხრიდან. აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ რაც თურქებმა გამოთქვეს სურვილი, რომ სირიის ავიაბაზებზე, სადაც ადრე სირიის არაბული არმია იყო განლაგებული, მათ შორის ცენტრალურ და სამხრეთ სირიაში, სურდათ, რომ საკუთარი ავიაბაზები განელაგებინათ, ნუ საკუთარი შეიარაღება შეეტანათ. როგორც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ისრაელმა პრევენციულად დაბომბა ეს ორი ავიაბაზა, ეს იყო T4-ის ბაზა ჰომსის პროვინციაში, ქალაქ პალმირასა და ჰომს შორის და ასევე ჰამას სამხედრო ბაზა და ეს ასე ვთქვათ თურქული ექსპანსია, სამხედრო ექსპანსია ამ მიმართულებით ისრაელმა შეაკავა. ნუ
ჩვენ ბოლო პერიოდში უყურებთ გავლენების განაწილების პროცესს ისრაელსა და თურქებს შორის სირიის ტერიტორიაზე, მაგრამ სირია არ აღმოჩნდა მხოლოდ ერთადერთი. მაგალითად, დღეს უკვე ლიბანზეც გადადინდა თურქულ-ისრაელის პოლიტიკური ინტერესების გადანაწილება, მაგალითად ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაადანაშაულა თურქები ლიბანური ჰეზბოლას რესურსულ მომარაგებაზე, ფინანსურ დახმარებაში და ეს ბრალდებაც არ იყო შემთხვევითი. ბენიამინ ნეთანიაჰუ აპირებდა ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში ჩასვლას ბაქოში ილჰამ ალიევთან შესახვედრად, რომელსაც უნდა გაეწია მოდერაცია რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, თუმცა ერდოღანმა აი ეს შეხვედრა დაბლოკა იმით, რომ თურქეთის ცა ჩაკეტა ებრაული ავიახაზებისთვის და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო ბაქოში ჩასვლა და ეს შეხვედრა გაურკვეველ მომავალში გადაიდო. ესეც იყო რეალურად თურქების მხრიდან ხისტი პასუხი ისრაელის მიმართ. მე წინა გადაცემებშიც ვისაუბრე რა მოტივები აქვს ისრაელს სირიის მიმართ, მას გარკვეულწილად სურს სირიის ფედერალიზაცია, მის ინტერესებში არ შედის უნიტარული ისლამისტური რეაქციული სირიის შექმნა, რომელიც მთლიანად თურქების გავლენის ქვეშ იქნება. ეს იქნება უფრო დიდი საფრთხე ისრაელისთვის, ვიდრე თავად ასადის ხელისუფლება იყო ბოლო აწლეულების განმავლობაში, ამიტომ ისრაელი ახდენს ამის პრევენციას და ახდენს ესე ვთქვათ ბუფერული ზონის შექმნას სამხრეთით, სადაც დრუზები სახლობენ და მათი ისრაელის მხარდაჭერა ხა დრუზების მიმართ არ არის განპირობებული გარკვეულწილად ემოციური კავშირით, არამედ ისინი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას აწარმოებენ ამ მიმართულებით. ამასთან ერთად არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ დრუზების რეპრესიის გარდა პრაქტიკულად არ შეწყვეტილა ძალადობა ალავიტურ უმცირესობაზე სირიაში, მათი რელიგიური ეთნოწმენდა გრძელდება, თუმცა ეს მედიაში უკვე არ ხდება, მაგალითად ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე აპრობირებული პრაქტიკაა ახალგაზრდა გოგონების გატაცება ალავიტური დასახლებებიდან და ისინი მიყავთ იდლიბში და მიყავთ იქაურ ხარამხანებში ისლამისტურ დაჯგუფებებისთვის. ასევე გარკვეული უკვე კონფლიქტის ნიშნები იკვეთება აჰმად ალ-შარას ხელისუფლების მხრიდან ქურთების მიმართ, არც ქურთებს წყალობს ეს ისლამისტური იდეოლოგია და შეუძლებელია წინა ეპიზოდებშიც მე ვახსენე, რომ ესეთი ექსკლუზიური ისლამისტური სუნიტური იდეოლოგიით უბრალოდ იმართოს სირია, რომელიც არის როგორც რელიგიურად, ასევე ეთნიკურად ჭრელი ქვეყანა და ფიზიკურად ვერ მოხერხდება ამ ხალხების ინტეგრაცია მსგავსი იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ და ის აპრიორი იწვევს კონფლიქტებს ამ უმცირესობების მიმართ. ასევე აქ არის პრობლემა ის, რომ ის გასამხედროებული დაჯგუფებები, ყოფილი ალ-ქაიდა შეიძლება ასეც უწოდოთ, ისინი არ არიან ორგანულად, ისინი არ არიან სირიელები. ეს დაჯგუფებები არის დაკომპლექტებული მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი მებრძოლებით, იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჩინური სინძიანი, იქნება ჩრდილოეთ კავკასია, გარკვეულწილად არაბების ნაწილიც, თურქმენებიც და ეს დაჯგუფებები არის არაორგანული ნაწილი სირიული საზოგადოების. ამ გასამხედროებული დაჯგუფებებს არ აქვს არანაირი ემოციური კავშირი სირიელ ხალხთან და სირიულ საზოგადოებასთან, ისინი უბრალოდ ასრულებენ საკუთარ დავალებებს და არც სირიელ ხალხს უკვე არ აქვს მათ მიმართ გარკვეულწილად დომბა და გარკვეული ინფორმაციებიც ვრცელდება, რომ სირიაში უკვე თანდათან იზრდება უკმაყოფილება აჰმად ალ-შარას ხელისუფლების მიმართ. აი თვითონ ამ HTC-ის სირიული ალ-ქაიდას მიმართ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა ბინ ლადენის მრჩეველმა 1980-იან წლებში, როდესაც მუჯაჰედინები ებრძოდნენ ავღანეთში საბჭოთა კავშირის ოკუპაციას. ნახოთ ეს ინტერვიუ. أمضيت سنوات في أفغانستان مع الدكتور أيمن في الحرب الأفغانية الروسية، فأنا أوجه نصيحتي للمقاتلين في سوريا بأن الشريعة الإسلامية بعد قتال 15 سنة في أفغانستان لم تطبق. الخلافة في أفغانستان لم تطبق. هذا الزعم الذي تحشدون من أجله زعما كاذبا، فأنتم لن تطبقوا شرع الله. هل أسلم أوباما ليقيم الخلافة في سوريا؟ أنتم أداة تستخدمون لتنفيذ أغراض استعمارية، وعندما يتم استنفاذ أمركم وتضع الحرب أوزارها
يفعل بكم كما فعل بنا إما القتل إما العودة إلى السجون. فقد أمضينا في سجون حسني مبارك نتيجة الحرب في أفغانستان 20 عاما. أنا سبب وجودي هنا في هذه القناة ما يهمني هو جيش النصرة، وإنني أقول لهم أنكم سوف تذبحون عندما تنتهي المشكلة السورية، لأن أمريكا لم تدعم في يوم من الأيام الإسلاميين إلا لغرض في نفسها، ثم تتخلص منهم كما فعلت معنا في أفغانستان. أنتم يلعب بكم ثم بعد ذلك يتم التخلص منكم. فهذه الجماعات احنا تجربة عشناها في أفغانستان بعد القصة. აქ ეს პიროვნება ამბობს იმას, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ შეიქმნება ხალიფატი შარიატზე დაფუძნებული რომელიმე ქვეყანაში, ეს არის ილუზია, ამ დაპირებით დასავლური ძალები ოპერირებენ ამ ისლამისტური დაჯგუფებებით და აღწევენ საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს და როგორც კი ეს გეოპოლიტიკური მიზნები მიიღწევა, ისინი ანადგურებენ თვითონ ამ ისლამისტურ დაჯგუფებებს, რადგან უკვე მათი არსებობა დასავლურ ძალებსაც არ აწყობს და მოყავს ავღანეთის მაგალითი, იგივე ეს 80-იანების ბოლოს, როდესაც მუჯაჰედინებმა საკუთარ მიზანს მიაღწიეს და კომუნისტური ხელისუფლება ჩამოაგდეს ავღანეთში, შემდგომ ეს მუჯაჰედინები იქნა თავიდან მოშორებული, მიატოვა ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა და ის შემდგომ ჩანაცვლა თალიბანით ავღანეთში და აქ მოუწოდებს აი ამ სირიული ალ-ქაიდას დაჯგუფებებს, რომ ისინი უკვე აღარ წარმოადგენენ სარგებელს დასავლური ძალებისგან, მათ უკვე მიაღწიეს საკუთარ მიზანს, რომ მათ ჩამოაგდეს ასადის ხელისუფლება და უკვე ისინი აღარ არიან მისაღები დასავლური ძალებისთვის და უკვე მათ მოშორებას დაიწყებს დასავლური ძალები და მიანიშნებს იმაზე, რაც ვისაუბრე, რომ ისრაელი თანდათანობით უკვე ხშირად ბომბავს და ანეიტრალებს აი ამ ალ-ნუსრას მებრძოლებს და მათ სამხედრო ნაწილებს და არაძლევს აი ამ აჰმად ალ-შარას ტრანზიციულ ხელისუფლებას, რომ სრულად მართოს სირიის ტერიტორია და ზღუდავს მის ძალაუფლებას. დღეისათვის სულ ეს იყო. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.